პირველი პირების ევროპული ვიზიტები და მიმართვა ევროკავშირის ლიდერებისადმი სავარაუდოდ რიგის სამიტის მოსაოდნელ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს. ექსპერტები, რომლებიც დეკლარაციის ამ დროისთვის არსებულ პროექტს იცნობენ, ღიად საუბრობენ, რომ ეს სამიტი საქართველოსთვის გამორჩეული არ იქნება. რიგის სამიტი საქართველოს შექმნილ მოლოდინებს გაუცრუებს. ამბობს ფონდ ღია საზოგადოების ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. ვანო ჩხიკვაძე ერთ-ერთია, ვინც სამიტის დეკლარაციის პროექტის ამ დრომდე არსებულ ვერსიას იცნობს. მიაჩნია, რომ რიგაში საქართველო ვერც უვიზო მიმოსვლის თარიღს და ვერც ევროპული პერსპექტივის განაცხადს მიიღებს. მისივე განმარტებით დეკლარაციის პოლიტიკურ ნაწილში ამ დრომდე არაფერია ნათქვამი საქართველოს მიმართ რუსულ აგრესიაზე. ეს მოლოდინი ფაქტობრივად მოკლა მესამე პროგრეს ანგარიშის გამოქვეყნება. 15 მოთხოვნიდან ჩვენ რეალურად 8 შევასრულეთ, რაც კარგია, მაგრამ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ მიზანი იყო, რომ ჩვენ ეს უნდა შეგვესრულებინა რიგის სამიტამდე, ეს მიზანი არ შესრულდა. თუ ჩვენ დღეს ვიტყვით, რომ ეს მიზანი არ გქონია, ეს არასწორია, იმდენ რამდენადაც ძალიან ცუდია, როცა გზაში მიზნები იცვლება. სამიტის დეკლარაციაში უვიზო მიმოსვლისა და ევროპული პერსპექტივის მოლოდინი არ აქვს კახა გოგოლაშვილს. შეიძლება ითქვას, მოლოდინები არ მართლდება ამ სამიტზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი ჩერდება, ამ პროცესს არ აქვს მომავალი. სამიტი არ გამოჩნდება როგორც რაღაც ეტაპობრივი. ეს იქნება სამიტი, რომელიც აჯამებს განვითარების გზას, რომელიც ამ წელიწადნახევარში გაიარა ევროკავშირმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა. სამიტისგან განსაკუთრებული მოლოდინი აღარ აქვს საქართველოს რეფორმების ასოციაციაშიც. ეს ვიზალიბერალიზაცია დამოკიდებულია ბევრ შიდა პროცესზე, იგივე ევროკავშირში. ჩვენი ამოცანა არის, რომ ჩვენი მხრიდან არ მივიცეთ არანაირი საბაბი და მიზეზი იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი სასურველი არ იყოს. ამ მხრივ მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ სრულიად კარგად ვიქცევით ამ სიტუაციაში და არის მთელი რიგი თემები, რომელიც შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლებლობები არ გამოიყენა. მმართველი გუნდი კი სამიტის მოლოდინებს არ აკონკრეტებს. ქვეყნის ამოცანა არის, რომ გადავდგათ პრინციპული ნაბიჯი წინ ევროკავშირის წევრობისკენ და კონკრეტულად ამ ეტაპზე მივიღოთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში. სამწუხაროდ პროგნოზები არის ძალიან ნეგატიური და თუ ეს ასე დარჩა სამწუხაროდ, ეს არის შედეგი არა მარტო საგარეო კონიუნქტურის, არამედ იმისი, რომ ყავს თეორმა, რომელსაც არ შეუძლია კომპეტენტურად და коордиნირებულად მუშაობა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ რიგის სამიტზე საქართველო ვერ მიიღებს ვიზა ლიბერალიზაციას, თუმცა ჩვენ არ გვინდა წინასწარ გავაკეთოთ განცხადებები, გვინდა მივცეთ მთავრობას აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს ბოლო დღეც კი. კონკრეტულ შედეგებთან დაკავშირებით წინასწარ ვერ გეტყვით, თქვენ კარგად მოგეხსენებათ ის განცხადება, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, სადაც ძალიან მაღალი შეფასებაა მიცემული საქართველოს მიერ გაკეთებულ პროგრესს. რიგის სამიტამდე ერთი კვირა დარჩა.